შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი. პირისპირ. რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. გოჯასპირის აღსასრული. მესამე. აქ გაიგო რომ ზარბაზანი გავარდება თუ არა, მახათაზე ერთ კაცს ჩამოახრჩობენო. პეტრეს თავის დღეში არ ენახა ეს ამბავი. ბევრი ვაი-ვაგლახი მინახავს ჩემს სიცოცხლეში, თქვა გულში. მოდი ერთი ესეცავ ნახო. ილია ჭავჭავაძე. გვარდიელები დაბეგრილ სოფელში ურმებით დადიოდნენ და ჯარისათვის სურსად სანოვაგეს აგროვებდნენ. აჯანყებული გლეხების სახლკარს ცეცხლს უკიდებდნენ. სარკოიაში 120 წლის მოხუცს თეოდო ტურიაშვილსაც მიადგნენ ისინი ბეგარის მისაღებად. თეოდემ კამათი აუტეხა. ამდენი ჯარი ცხენი რანაირად შეინახოს სოფელმა, ღმერთი არ წამთხე? აჩაღებს ხომ კარგად ინახავდი? მიუგო ცხენოსანმა გვარდიელმა და მათრახი გადაუჭირა. თეოდემ წაიფორხილა და ღობის სარს წაავლო ხელი. თითქოს ზედ აყალო მიწისფერი ჩაბალახით თავწაკრული ბებერი კაცი ჩამოეკიდაო. მოაგონდა ბატონი, ტყის კოდვის დროს რომ წაადგა თავზე და თეოდე ბიჭებს გააჯოხინა. ცხენოსანი გვარდიელი ტყის მცველად წარმოიდგინა ამ წუთას, სულით მკლავი რომ მიათალა თეოდომ და ამისათვის ციხეში აკრევინეს თავი. 120 წლის ბებერს მათრახს მირტყამ შეწამხდარო. შეუტია გვარდიელს თეოდემ. დაღუდუდოებული და მოჭუტული თვალები დაახამხამა. ღობეს მიეყუდა ზურგით. ჩანჩხურა ხელებით აღმართა ყავარჯენი და შემოსაქნევად ღონე რომ არეყო, შუბივით დააძგერა გვარდიელს გვერდში. გაბრაზდა ცხენოსანი. ეგ როგორ გამიბედე შებებერო მიხწნილო ქოფაკო. იყვირა და ისევ გადაუჭირა მათრახი. ცხენი მკერდით დააძგერა და თეოდე თოფნაკრავივით მოსწყდა ღობეს. მოცელილივით დაეცა სიბზე საფეთქელით. რა შვები შეურჯულო, გაისმა მოხუცი გოჯასპირის ბუხუნი ორღობეში. თეოდეს მივარდა. უნდოდა წამოეყენებინა, მაგრამ მოხუც უკვე განეტევებინა სული. ორჯერ გაიქნია მხოლოდ ვაზის ძირივით დაღვლარჭნილი და შემხმარი კანჭები. ქალებმა სიბზე სისხლი დაინახეს და კივილი მორთეს. მეზობლებმა ეზოში შეათრიეს 120 წლის მოხუცი. ამ დროს შემოიჭრა სოფელში ცხენოსან გვარდიელთა რაზმი. წინ ოფიცერი მოუძღოდა. გოჯასპირმა იცნო ოტიამ დილნის ცოლის ძმა, დათაყიფიანი და შეკრთა. დათამ ცხენი შეაჩერა და გოჯასპირს შეარისხა. ეს შენ მიჯანყებ ბებერო სოფელს და თავრობის ჯარის შენახვაზე ხელს აღებინებ? სოფელს ჩემი აჯანყება რად უნდა? სოფელს რა გააჩნია რომ თქვენ მოგცეს? ჩვენ თქვენგან თავრობისაგან ველოდით პურისა და სიმინდის შემოტანას და თქვენ ჩვენგანი თხოვთ? მიუგო გოჯასპირმა. დათაყიფიანი გაბრაზდა.
რატომ ელოდით? რა დამსახურებისათვის ელოდი? შეუცხვირპირო თავრობისაგან შველას და დახმარებას. ოტიამ დივნის და ჩვენი მამულების დატაცებისათვის, სახლკარის დაქცევისათვის, ყაჩაღის შვილის გამოზრდისათვის და შენი სახლის გადაქცევისათვის ავაზაკების ბუდეთ? რატომ ელოდი? ყვირო და ყიფიანი წარბებს გველივით ატოკებდა და ყოველი სიტყვის დაძახებისას სახეზე მოწოლილი სისხლით ევსებოდა ღერღეტასავით გრძელი კისრის ძარღვები. გიჟივით გადმოკარკლულ თვალებზე ცეცხლი ეკიდებოდა. გოჯასპირმა გაიფიქრა, არც მე დამაყრიან კარგ ამბავს ეს კაცი და მისი გვარდიელებიო. მიიხედ მოიხედა და ღობისაკენ დაიხია. ყიფიანმა ნაბიჯი გადაადგმევინა ცხენს მისკენ და უხიაკად მიხმართა. რას ფიქრობდა შენი შტერის შვილი გალაქტიონი? ჩემი დის სახლში რომ ყაჩაღები დამასია უიარაღო კაც. რას ფიქრობდით? დივნების ნაყმევო გოჯასპირ და ნიკიფორე გელაშვილო, ნესტორ და მარკოს ტურიაშვილო, თქვენი ყაჩაღი შვილები რომ არ ჩაქოლეთ, მოთხრა და აოხრება მოგვინდომეთ? რას ფიქრობდით? გათოკეთ! იყვირა დათაყიფიანმა. მაშინვე 5 გვარდიელი ეცა უიარაღო გოჯასპირს, მაგრამ მოხუცმა ჯანიანი მხარბეჭი შეარხია, კლავები გააქნია და 5-ვე აქეთ-იქით გადაყარა. გალაქტიონის ცოლმა ასინამ შეჰკივლა. გოჯასპირს გალაქტიონის ბავშვების ტირილი შემოესმა. აიმღვრა მოხუცი და დათაყიფიან შეხედა და შესძახა. რა ამბავია ბატონო? ღმერთს შეხედე! ყიფიანმა ბრაზით გაუყარა თვალში თვალი და ისევ იყვირა. გათოკეთ! გოჯასპირ ღობის სასწუდა, მაგრამ იგი მაგრად ჩარჭობილი აღმოჩნდა. უცებ ვერ ამოგლიჯა. გვარდიელი მიეპარა, რევოლვერის ტარი შემოჰკრა თავში, გააბრუა, წაესივნენ და ორღობეში წააქციეს. ასევე გაბოჭეს მისი ძმა ნიკიფორე, რაჟდენის მამა ნესტორ ტურიაშვილი, გოჯასპირის შვილები, სევერიანე და ბიჭია. სოფელში ქალებისა და ბავშვების წივილ-კივილი გაისმა. გოჯასპირი რატომღაც სოფელში დატოვეს. დანარჩენები კი კარისმერეთის საპატიმროსაკენ წაასხეს. გოჯასპირი ოტიამ დივნის მამულის ჭიშკართან გრძელ სკამზე დასვეს. დათაყიფიანი ცხენიდან ჩამოვიდა და უთხრა: გოჯასპირ, თუ გინდა სიცოცხლე მითხარი, სადიმალებიან გალაქტიონი და მისი ამხანაგები. ამ თას და ტყეს ხომ ხედავ, ბოლო არ უჩანს. რა ვიცი, მიუგო მოხუცმა. დათა დაუტკბა. სიტყვას გაძლევ, გოჯასპირ, არც ერთს არ დავხრიტავ. კარისმერეთიდან გავასახლებთ მხოლოდ. დიდი კამათისა და ვაივაგლახის მერე გოჯასპირ დასთანხმდა. მეხსიერება თუ არ მღალატობს, საჩხერის გზით უნდა წასულიყვნენ სამაჩაბლოში. ჩააგუგუნა მოხუცმა. სვანური ქუდი 4-ად მოკეცა და რევოლვერის ტარით გატეხილ კეფაზე მიიდო. თუ ტყვილი მითხარი, საშინელ საქმეს წაკიდებ, გააფრთხილა ყიფიანმა. ტყიდან 2 მხედარი, იონა და კორნელი გამოვიდნენ. დინარე გაიარეს და წისქვილთან შეჩერდნენ. ცრებლ მორეულმა მეწისქვილემ ხარიტონმა სოფელ სარკოიას დარბევა და გვარდიელების მიერ 120 წლის მოხუცის თეოდე ტურიაშვილის მოკლა უამბო მათ. მხედრები ბნელემთის აღმართ შეუდგნენ. რა უბედურებაა! ასე 1905 წელს მეფის ჯალათი და გენერალი ალიხანოვი და
მისი კაზაკებიც კი არ აწიოკებდნენ და აოხრებდნენ სოფლებს. უთხრა იონამ კორნელის. არ მეგონა ადამიანს თუ ასეთი გამხეცება შეეძლო. შენიშნა კორნელიმ. მე მგონია ზედაზენში დამხვდება პოლკოვნიკი რევაზიშვილი. ჩემს გულისწყრომას მოვახსენებ და ხალხის აწიოკებაზე ხელი თუ არ აიღო, თბილისში ჩავალ და იქ შევარცხენ ჟორდანიას. ხელავდა იონა. აღმართი რომ აიარეს, სოფელი სარკოია გამოჩნდა. კორნელი მოტიას მამულის თავში გადაშლილ ბუმბერას მუხას გახედა და გაშტერდა. ცხენი შეაჩერა და იონას უთხრა: იონა, რა ამბავია ეს? შეხედე, მგონია მუხაზე კაცი ჰკიდია. ღმერთმა დალახროს მაგათი თავი და ტანი, მართლაც კაცი ჰკიდია. იყვირა იონამ. ცხენები ააჩქარეს. თავზარ დაცემული და დარბეული სოფელი სარკოია თითქოს აყრილიაო. სახლებისა და ქოხების კარები გამოკეტილი იყო და ეზოში არავინ ჩანდა. ილაჯ გაწყვეტილმა ბებერმა ძაღლმა დაიყეფა მხოლოდ და ერთი ტიტლიკანა ბავშვიღა შევარდა ქოხში და კარების სწრაფად მიიხურა. მხედრებმა სოფელს გვერდი აუქციეს და ოტიამ დივნის მამულისაკენ გასწიეს. შორს მაღლობზე ტოტებ დაგრაგნილი ასწლოვანი მუხა ირხეოდა მონაბერი ქარისაგან და მის უზარმაზარ ტოტზე ჩოხა გახდილი და საცვლების ამარა ჩამოკიდებული ვიღაც მოხუცი ქანაობდა. ვინ არის ნეტავ? იკითხა კორნელიმ შიშით. რა ვიცი, მიუგო გაოგნებულმა იონამ. კორნელიმ ცხენს დეზი ჰკრა. სოფლის თავში განმარტოებით მდგარი მუხა და მის ტოტზე ჩამოკიდებული მოხუცი თანდათან უახლოვდებოდა მხედრებს. ნელა გამოაღო ვიღაცამ უკანა კარი იმ ქოხისა, რომელშიაც ტიტლიკანა ბავშვი შევარდა. ოსელთან მიირბინა, ყანაში გადავიდა, ღობესთან ჩაცუცქდა და უცხო მხედრებს ჭუჭრუტანიდან გახედა. ვერ იცნო მოხუცი ევროპელი შლიაპით და ჭაბუკი რუსული ქუდით გაუკვირდა. ცხენები რომ შეაყენეს, თვალები ხელით მოიჩრდილა და მუხაზე ჩამოკიდებულ კაცს განცვიფრებით გახედა. თავრობის კაცები ხომ არ არიანო? გაიფიქრა. ისევ ყანისაკენ გაბრუნდა და მეზობლის ქოხს მიაშურა. სოფელში სამარისებული სიჩუმე იდგა. არავინ არ სჩანდა. თითქოს მოსახლენი მიწაში ჩამძვრალანო. მხოლოდ ბებერი ძაღლი ხეფდა ისევ ალაჯ გაწყვეტით და ბავშვი კნაოდა ქოხში გულსაკლავად. გლეხთან ქალი გამოვიდა და ორივენი ყანაში შეიპარნენ. მეზობლის ეზოში ბუჩქის მაგვარ ხეზე გასულიყო ვიღაც და უჩინრად გასცქეროდა უცხო მხედრებს. ხიდან ჩამოვიდა. ვენახში შევიდა და ოტიამ დივნის მამულს მიადგა. ეკლიანი ღობეუშლი და თვალი ედევნებინა მხედრებისათვის. იგი თხრილში ჩაცუცქდა. დაკოჟრებული ხელებით გადასწია წნელი და ღობეში პატარა ფანჯარა გაიკეთა. მხედრებმა ჭიშკარი შეაღეს და მუხისაკენ გასწიეს. გაუკვირდა გლეხს, რადგან ვინც ჩამოხრჩობილს მიეკარებოდა და გამოესარჩლებოდა, მასაც სიკვდილი ელოდა გვარდიელებისაგან. ან თავზე ხელაღებული ხალხია, ან მთავრობა ჩამოვიდაო, ასე ფიქრობდნენ ჯაგა ბუჩქებში, ვენახში და ყანაში შემალული განცვიფრებული გლეხები და შორიდან ზვერავდნენ მხედრებს. ჭაბუკი მხედარი დაწინაურდა, მაგრამ ცხენი შედგა. კუდი და ფაფარი გააფოფრა,
დაფეთებული თვალები მიაპყრო ჩამოხრჩობილს და ხვიხვინი მორთო. შიშისაგან აცახცახდა და განზე გახტა. ჭაბუკმა შესძახა. მათრახი გადაუჭირა და ცხენი ღობესთან მიარბენინა. მოხუცმა და ჭაბუკმა სარზე მიაბეს ცხენები. მუხისაკენ ნელი ნაბიჯით გაემართნენ და შორი ახლოს შეჩერდნენ. ტოტებ დაგრაგნილი ბუმბერაზი მუხა შრიალებდა და მისი შრიალი თაში გამეფებულ სამარისებულ სიჩუმეში ზღვის ხმოვანებას მოგაგონებდათ. მოხუცმა ზურგიდან შეხედა ჩოხა გახდილ ხეზე საცვლების ამარა ჩამოხრჩობილ გლეხს. შლიაპა მოიხადა და თვალი ხელით მოიჩრდილა. მოიხადა თუ არა შლიაპა ოტიამ დივნის მამულის ღობესთან ჩაცუცქულმა გლეხმა მაშინვე იცნო კარისმერეთის რაიონის მოჭირნახულე იონა. იმედი მიეცა და ღია ჭიშკრისაკენ გასწია. მუხაზე ჩამოხრჩობილი დევკაცი გლეხი ნელა ქანაობდა მონაბერი ქარისაგან. ხან აღმოსავლეთისაკენ იზამდა პირს და ხან დასავლეთისაკენ. თითქოს ლიტანიას ასრულებსო. იონა ახლო მივიდა და საშინლად შესძახა. გოჯასპირ, გოჯასპირ. ჯავრისაგან ნიკაპი აუთამაშდა. კორნელი თავზარ დაცემული იდგა. ჩამოხრჩობილს ენა პირიდან გადმოვარდნოდა. სახე და თავკისერი გასივებოდა. გალურჯებოდა და ზოგან კუპრისფერი გადაჰკროდა. თვალები სისხლით ახსოდა და ბუდიდან ამოვარდნას ლამობდნენ. თვალებზე, ენაზე და ტუჩებზე წერი ეხვეოდა. ხელფეხი გაკოჭილი ჰქონდა. ჩამოშვეტილ და გაშეშებულ ხელსა და ფეხებზე თითები მოჰკრუნჩხოდა. შრომით დაკოჟრილ ვეება ხელებზე ძარღვები დაზიდულიყვნენ. ხელის ზურგზე ახლად მოშუშებული იარა შენიშნა კორნელიმ. მოაგონდა წისქვილთან შეხვედრა. გოჯასპირის ხელზე დაზღმურდლული ძირმაგარა. მოაგონდა გოჯასპირის სიტყვები. უნდა გენახა რასა გავდა. ხარის თვალივით მაჯდა. ყურწუმელის ნეშო დავადევი. დავამწიფე და მერე დანის წვერი თავხიე. ქარმა იმძლავრა. კერძზე დაფენილი თეთრი წვერი შეურხია გოჯასპირს და შვაზე გაუყო. შეურხია ტანჯვით შეტეხილი, გაფანჩული წარბები. კეფაზე ლომის ფაფარივით დაყრილი თმა. კიდევ უფრო გააქნია ქარმა ჯალათების მიერ ჩამოხრჩობილი ბერიკაცი. ხან მაღალ გორისაკენ აქანავებდა პირს და ხანაც აჯამეთის ტყისკენ. თითქოს 80 წლის მოხუცი სამშობლოს ეთხოვებოდა. დააცქერდა კორნელი და შეეცოდა. მოაგონდა დედა ტერეზასაგან ნაამბობი გოჯასპირზე. მისი უცნაური არყისხის ქერქისფერი თვალები. მერმე მთას, მაღალ გორასა და აჯამეთის ტყეს გახედა და თითქოს იმ თიდან და ტყიდანაც არყისხის ქერქისფერი თვალები უცქეროდნენ. კორნელი შეძრწუნდა. ორღობეებში თითო ოროლა კაცი გამოღოღდა. ერთი ჭიშკარში შევიდა. მოკრძალებით მიუახლოვდა იონას და კორნელის. ნაბდის ქუდი მოიხადა შიშისაგან ზეზეულად გათავებულმა გლეხმა. რა ამბავია ლავროსი? რა უბედურება მომხდარა ეს? იხვირა იონამ. თაგვაქციეს ბატონო იონა ამ ურჯულოებმა. სიმინდი და ღვინო გაწიკეს, საქონელი და ფრინველი წაგვართვეს. არაფერი არ შეგვარჩინეს. ბოლშევიკები ხართო და
ნახევარი სოფელი დაატუსაღეს. ხალხი ტყეშია გახიზნული, ვინც დავრჩით შიშისაგან, სული აღარ გვიდგას. ხომ ხედავ, საწყალობელი გოჯასპირი, მის მიერვე ნაშრომ და ნაოფლარ ოტიას მამულში ჩამოახჩვეს. მიუგო ლავროსიმ და ტირილი ვეღარ შეიკავა. რას ერჩოდნენ ეს ოჯახქორები? წამოიძახა აღშფოთებულმა იონამ და ისევ შეხედა გოჯასპირს. გალაქტიონის მამა ხარ, შენი შვილი სად წავიდა და სად იმალება, რატომ სწორი არ გითხარიო? ახლა ამას გთხოვთ, ბატონო იონა, ხეზე ნუ დაალპობენ და ყვავყორნებს ნუ შეაჭმევენ ამ ცოდვით სავსე გოჯასპირს. როგორ თუ დაალპობენ? რად არ ჩამოხსენით, ან არ დაასაფლავეთ? ვინ მოგცა, ბატონო იონა, მაგის ნება? ვინც მიეკარება, მასაც ის დღე მოელისო, გამოგვიცხადეს. მიუგო ლავროსიმ. ამ დროს გლეხებმა სათითაოდ იწყეს დენა მამულში. იონას და კორნელის ესალმებოდნენ, შიშისაგან თავს არ დაცემულნი, ჩამოკონკილნი და დაბეჩავებულნი. ზოგი შიშს გამოელენჩებია და ხახა დაღებული შესცქეროდა იონას. უფრო უშიშრებსა და მედგრებს იმედი ჩაესახათ და გვარდიისა და მენშევიკური მთავრობის მიმართ დაგროვილი ბოღმა ამოანთხიეს. მოდით ჩამოხსნათ, შესძახა მათ კორნელიმ. მაღალი ჯირკი მიათრია, ზედ შეხტა, თოქს ხელი წაავლო და ჯიბის დანით გადაჭრა. გლეხებმა ნელა დაუშვეს მუხის ქვეშ, ტყის თეთრი ყვავილებით, ენძელათი, მაჩიტელით, თის ჩადუნითა და ბაით აჭრელებულ მოლზე მოხუცი გოჯასპირის გვამი. ხელფეხზე ბაწარი შეაჭრეს, მუხლი მოიყარეს, საცოდავაც ჩაცუცქდნენ. სახე დაეღმიჭათ ტირილით და გოჯასპირის გონიერსა და ბანჯგვლიან მკერდზე ცრემლი დააფრქვიეს. ქუთუთოებს უხუჭავდნენ და გაშეშებულ ხელფეხს უსწორებდნენ. ამდენ ხანს სამარეთ ქცეულმა და გარინდებულმა სოფელმა თითქოს გამოიღვიძაო, თითქო მიწიდან ამოვიდა საფარში მიმალული ხალხიო. ტერეზასთან ნამსახური გალაქტიონის ცოლი ასინა ეზოში შევარდა. ნაწნავების გაშლა ვერ მოასწრო. ხელში შავი თავსაფარი დაეჭირა, რომელსაც ქარი ბაირაღივით აფრიალებდა. ქარი აწვებოდა ახალგაზრდა ქალს. ლურჯი ჩითის გახუნებული კაბა შემოეგრაგნა გამხდარ ტანზე და წინ აზიდული კალთები ქოლგასავით გაებერა. თითქო აჩქარებდა გოჯასპირისაკენ მირბენალსო. კერძზე დაეცა კივილით მამამთილს გალაქტიონის ცოლი. თავში ხელი წაიშინა, თმას იგლეჯდა, ხაწვებს იხოკავდა, გულსაკლავად ტიროდა. გოჯასპირ, რას ხედავს ჩემი სამიწე თვალები, ბაბა? რა მოგივიდა 1000 კაცში საკითხავო ჭკვიანო კაცო? არ ყავდა შენი გალაქტიონი, მტრისათვის გამოეგლიჯა შენი თავი. ლომკაცო ჩემო ბატონო გოჯასპირ, ჩვენო წარმოსადეგო თავკაცო, ვინ გაგიბედა ხეზე ჩამოხრჩობა ყვავყორნების შესაჭმელად, ბაბა? ქალი ვარ, ვერ მოვერიე იმ ურჯულოებს, ბატონო. გალაქტიონი მოძებნის ჩვენს დამაქცევრებს, კაი დღეს არ დააყრის, იცოდე, ბაბა? ხალხს ოხრა აღმოხდა და ამ ოხრის აზრი მხოლოდ შურის ძიება იყო. გულის სიღრმემდე სწუდებოდა ასინას მოთქმა კორნელის, ტანთ გააჟრჟოლა. იცოდა,
გალაქტიონი სამაგიეროს გადაუხდიდა მამის მკვლელებს. გლეხები ასინასთან მიიჭრნენ და წამოაყენეს. გასავათებული ასინა უღონოდ კვნესოდა, თითქოს სული ამოსდესო. ჩამოკაწრულ ლოყებზე სისხლი და ცრემლის დიოდა. გლოვით გადახედა დამსწრეთ. იონას და კორნელის მიატირა. კორნელი, შეხედე, არ გეცოდება შენი ბაბუა არჩილის და ბებია დარეჯანის ხელში გაზრდილი გოჯასპირ, ბიჭო, მე და კორნელი ჯარში ვიყავითო, მეუბნებოდა გალაქტიონი. ერთად ვებრძოდით თათარსო, ბიჭო. თათარი არ წაგვიკიდებდა ამ ცეცხლსა და გენიას, ბატონო. კორნელიმ ცრემლი მოიწმინდა. ფართოდ გაღებულ ჭიშკარში, შავ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალები შემოვიდნენ. თავზარდაცემულნი და გაკვირვებულნი დაირაზმნენ ხობის გასწვრივ. თავსაფრები გაისწორეს, ერთმანეთს გადახედეს და დადუმდნენ. ჯერ ერთი დაიძრა მაღლობიდან დაღმართზე და მერმე ყველანი გოჯასპირისაკენ გამოემართნენ შავი კაბების კალთების ფართხუნითა და შრიალით. მეწინავე შეჩერდა, უცნაურად გააქნია თავი და ავის მაუწყებელი ხმით იკივლა. გოჯასპირ! გოჯასპირ! ასინამ გველნაკბენივით ააღირა თავი, ხმა გასცა და მერმე სოფელი სარკოია ქალთა ტირილმა, მოთქმამ და კივილმა შესზარა. სოფელ ზედაზნისაკენ მიმავალ გზაზე იონას და კორნელის ორი ცხენოსანი გვარდიელი წამოეწია. რად ჩამოხსენით სახრჩობელიდან ის კაცი? კითხა გვარდიელმა. ჩვენ პოლკოვნიკ რევაზიშვილთან მივდივართ, რომ დაკრძალვის ნება დართოს ჭირის უფლებს. აღშფოთებული ვარ ამ სისასტიკით. თქვენ არ დაერიდეთ 120 წლის მოხუცის მოკვლასაც. მიუგო იონა. წვერულვაშიანმა და ჩასუქებულმა გვარდიელმა იონას უთხრა. როცა ტყეს ჭრიან, ნაფოტის ცვივაო, ხომ გაგიგონიათ ეს ანდაზა? ასე ამბობდა თქვენი ბელადი ჟორდანია, როდესაც ჩვენი საყვარელი მწერალი ილია ჭავჭავაძე მოჰკლეს. ბრაზით შესძახა კორნელი. თქვენ ტყეს კი არა, ბუმბერას მუხას, ჩვენ სიამაყეს, ქართველი ხალხის დედაბოც, შრომელ გლეხობას ანადგურებთ, მის 1000 წლოვან ფესვებს ჭრით და აგდებთ დედამიწიდან. თქვენ ქართველი ხალხის დაუძინებელი მტრები, ვერაგები და მხეცები ხართ. გვარდიელნი აიმრიზნენ. თქვენ ვიმბრძანდებით? ჰკითხეს კორნელის და გზაზე გადაუდგნენ. კორნელიმ სტუდენტური დიაგონალის შარვალში ხელი ჩაიდო. ნაგანი ამოიტაცა, ჩახმახი ფეხზე შეაყენა და გვარდიელებს უყვირა. გზო ჩამომეცალეთ, მკვლელებო, მკვლელებო! კორნელის ისეთი აღგზნებული და გაფითრებული სახე ჰქონდა, რომ გვარდიელები შეშინდნენ. ყანაში გადაიყვანეს ცხენები და გზა მისცეს. იონა დიდხანს იცქირებოდა უკან და კორნელის უწყრებოდა და ტუქსავდა. შენ თავზე ხელაღებული კაცი ყოფილხარ. რევოლვერით აჯობებ ამდენ გვარდიელს. დაიკარგო ნაქედან, დაიკარგოს მათი მთავრობა. ისინი ადამიანები კი არა, ყაჩაღები და ბანდიტები არიან. მათ თურქების ჯობიან. მათ უნდა ვსპობდეთ ისე როგორც გველებს. ისინი საქართველოს ხალხს ტანჯავენ. გოჯასპირი ქართველი ხალხის სახეთ მყავდა წარმოდგენილი. გოჯასპირთან მიყვარდა მე საუბარი
მიყვარდა მისი ტკბილი ქართული და გონიერი ბჭობა და ასეთი კაცი ხეზე ჩამოჰკიდეს, ჩამოახჩვეს და ამით მენშევიკებმა სამუდამოდ ზღვარი გათხარეს თავის თავსა და ქართველ ხალხს შორის. აღშფოთებით იძახდა კორნელი. პოლკოვნიკ რევაზიშვილთან უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ იონა და კორნელი კარისმერეთში დაბრუნდნენ. იმავე საღამოს ისინი სარკოიაში გოჯასპირის დაკრძალვას დაესწრნენ. სოფლის სასაფლაოზე მოხუცი გოჯასპირის კუბოსთან იონამ წარმოსთქვა სიტყვა, რომელშიც აღშფოთებას გამოთქვამდა მენშევიკური სისასტიკისა, პოლიტიკისა და გვარდიელების სიმხეცის გამო. ამას უშედეგოდ არ ჩაუვლია. მას მეთვალყურენი მიუჩინეს.